ჩავალაგე ჩემი ჩანთა და ახლა მალე აეროპორტში უნდა წავიდე. მივდივარ პორტუგალიაში, პორტოში. მოკლედ რომ გითხრათ, მივდივარ რაღაც ტრენინგისავით არის, ანუ პროექტი არის ერთკვირიანი, სადაც 5 კაციანი დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნებიდან შეიკრიბებიან, 5 მივიქნებით საქართველოდან, 5 კიდე რომელი ქვეყნები არ ვიცი ზუსტად, მოკლედ შევიკრიბებით და mental health-ის გარშემო იქნება ეს ტრენინგი რა და მაგასთან აკავშირებით და ძალიან საინტერესო გამოცდილება იქნება. თან ახალ ადამიანებს გავიცნობ, ჩემს თანაგუნდელებსაც არ ვიცნობ, ეხა აეროპორტში უნდა გავიცნო რა, რომ მივალ ქართველებს, ანუ დანარჩენ 4-ს და ეგენიც მაინტერესებს რა ტიპები არიან, ერთი ვნახო გავიცნო. ხო და მოკლედ let's go. მეგობრებო, ეს არის მიკო, ეს არის მარიამი, ეს არის დავითი და ეს არის მათე იგივე ჯოჯო. ეხა ვალთ, ჩავსხდებით და რო ჩავფრინდებით, მერე შეგეხმიანებით. მათე ფეხით მიდის ციურიხში. ოი, 25 დღე ხო გითხარი? 25 დღეში ჩავალთ ფეხი? წავა ფეხი წავიდეთ. მაგ ჟურნალებში ახდებართ. რამეს კითხულობ? მოურჩები და გეტყვი. მოკლედ შენს გადმომეცნე. Edelweiss-ით მივბრინავთ რედ გავიგეთ. რითი? Edelweiss-ით. მარიამა უკვე ჩაქიმა. თუ შველა საჭირო ბოთქით ჩამოწია. დავქიმე. მოვიდა საჭმელი და წამოყვეს თავები. ხის გემოს გრძნობ ხო? ბობერ კურბა. მარიამ საჭმელს რამდენს დაუწერდი 10-დან? 6. მიკო შენ? ოპა. ვაუ. მემშიერი ბავშვი არ ხარიბია. შენ რამდენს დაუწერდი? კი. კი. ბროხი. ერთი კი აქ ჩემდა. რამდენს დაუწერდი საჭმელს 10-დან? 7. ეს 7-ია ხო? კაი. კაი. ჩამოვედით შვეიცარიაში, აეროპორტში ახლა გვაქვს გადაჯდომა აქ. 2 საათში ჩავსხდებით და მერე წავალ პირდაპირ პორტოში. ამათ ეძინათ, მე ვაფშე ვერ დავიძინე, ასე რომ სახე მაგამძვალი, ამას ყველაზე დიდხანს ეძინა ვაფშე, იმენა აი გამოიძინა ტიპმა როჟა, იმენა აი ჩაიძინა მთელი გზა, კაროჩი აი. იმენა გონკაობს. მასე იმენა ვიგუდე. აგეთყვით ბატონი მიკო, მე რა გადამხდა ამ წამს. ბატონებო და ქალბატონებო. ნიკამ გადააგდო boarding pass-ი, რომელიც არის რეალურად საბუთი, რომ ჩვენ reimbursement-ი მოგცეთ, ანუ თანხა დაგვიბრუნა, რაც ბილეთებში დავხარჯეთ, რომ ამ პროექტზე მოვსულიყავით. და ჩვეულებრივ ეს აეროპორტიდან გამოვიდა და ნაგვის ურნაში გაისროლა. მე მახსოვს, რომ მე წინასწარ გავაფრთხილე ბავშვები ამ ფაქტის შესახებ, რომ reimbursement-ისთვის ყველა boarding pass-ი უნდა შევინახოთ და მე თუ არ გავაფრთხილე, მარიამ ბერიძემ, ან აი ეს რა ქვია, ანი ბერაიამ აუცილებლად დაწერეს, რომ boarding pass-ები უნდა შევინახოთ. ნუ მან მოისროლა. არა უშავს, იმიტომ რომ იპოვა ისევ, ნაგავში კეკვაკეკი მოუწია ცოტა ევროპებში. მაგრამ არა უშავს და ეს 1200 ლარს მე მიიღებს პროექტი რომ ორჩება ნაგავში კექვისთვის. თანან უღადაობა ისაა, რომ თავიდან არ მახსოვდა რომელ ნაგვის ურნაში ჩავაგდე და მივედი არასწორ ნაგვის ურნასა და არასწორ ნაგვის ურნას ვქეკავდი 1-5 წუთი რა. და ხალხი ალბათ მიყვებდა და ფიქრობდა ეს ბომჟი ვინ არის? ახლა მივდივარ. უბრალოდ ჯერმა ჩამოთ. ბავშვებო, რისი ჭამა გვაქვს გეგმაში? საჭმელი? ნაგავს მე გაჭმევთ. წეღანა მოვკრიფე და ეხა მოგიტანეთ რა. ჩვენ პორტოში კულტურის სანახავად ჩამოვედით. აი კულტურა. ჩვენი house tour-ი, ესე იგი, შემოვედით სახლში, მარცხნივ არის, სადაც დავიძინებთ 4 მამაკაცი, ბიჭები, აქეთ ამ ოთახში. ჭერი არის ესეთი ლამაზი. აქეთ მე მოდიხართ და აქ არის სადაც ერთადერთი ჩვენი მანდილოსანი ქალბატონი მარიშკა დაიძინებს. აქეთ მთელი ოთახი მაგისი არის.
ეს ვიღაც მეზობლის ბავშვი შემოვიდა, არ შემჩნიოთ. I'm not here. აქ კიდე ერთი ოთახია და ამდენი რად გვინდა, არ ვიცი. ანუ იმენა რა მხელა სახლი გვიქირავებია თურმე ხალხო. აქ აბაზანა, სადაც ძლივს შეეტევა ალბათ თვინმე. ჩვეულებრივი, სტანდარტული აბაზანა, მიფისეთი. და აქეთ არის სამზარეულო. ძალიან დიდი სახლი არის. და აქეთ აიوانი პირდაპირ მატარებლის იმას უყურებს სადგურს. ესეთი სახლუკა გვაქვს მოკლედ. ჰოსტმა დაჟე გამოგვიგზავნა ვიღაცა რომელიც თეთრეულს გვიმზადებს და გვილაკებს. მენდა VIP მომსახურება გვაქვს ეფისები. ისე ხედი არ. ხედი ის church-ს გახედე. აბა სად არის church? ის ზემოთროა ლურჯი იმებიანი? მონუმენტებიანი, მან დავალთ მერე. ეს სიახლოვეს თუ ყოფილა არ ვიცოდი. ყველაფერი ახლოს არის ძალიან ცენტრში არის ეს სახლი რა ვაფშე. და ესეთი ლამაზი გამოვასეირნე ბავშვების თამაშობის მაღაზიაში. ამას რა ქვია? პაშტეტინატა. პაშტეტინატა და ეს არის კვერცხი და რისგან შედგება? კვერცხი. კვერცხია გზემოდან და კიდე ცეცხლი. ცეცხლი და შაქარი. კი. და ძალიან ტკბილია და არ მომწონს. ხო და მე ძალიან მეტკბილა და არ მომეწონა. შენ როგორ მოგწონს? კაი, მადლობა, გასაგებია. პორტუგალიის ერთ-ერთი ტრადიციული საჭმელია რა. ძალიან ტკბილი არ არის? მარა კაია, ანუ შენ მოგწონს. ანუ მარტო თქვენ მოგეწონათ რა. ესე ამბობენ რომ დღეში ერთი ნატა უნდა ჭამომეტი არ. ხო და გადაიქცევი ერთი შაქრის კუბიკად მერე. ახლა მოვიდით პორტოს ყველაზე ლამაზ მატარებლის სადგურზე. ესეთი ორნამენტები და მოხატულობები აქვს და ძალიან ლამაზია რა. ესეთი აი ამან დაგვტანჯა მეტროს ბილეთების ყიდვა. არა, ლითერალი იმენა აი ჯვარს გვაცლა. 15 წუთი ვდგავარ და ვერ გავუგებ როგორ უნდა ვიყიდო წესრიგა და რიგი დავაყენებ ხალხის. იმიტომ რომ ჩვენ ვდგავართ აქ ნახევარი საათია. ძლივს ვიყიდეთ ბილეთები ყველა. თავჯექით მეორე სართულზე ორსართულიანი ავტობუსის და ახლა მივემართებით სანაპიროზე. ყველა სერფინგაობს აქ და სერფინგს რო სწავლობენ მეგრები. მეც მინდა ახლა ფეხები უნდა გავაჭყობალავთ, იმიტომ რომ საცურავისნი არ გვაქვს. წამოღებული და მარტო ფეხები უნდა ჩავხოთ. ეხში შვალი რიპაკი ბიჭები. მოდიან და მოვაქვთ. აი ესეთი ლამაზი მზის ჩასვლის ფონზე ხედავთ და ჭამთ ჩიპსებს ხვის პირას და ჭამთ და ლაპარაკობთ და ბასობთ და ცოტა სვამთ კიდევაც და ასე შემდეგ. ძალიან ლამაზი არის აქაურობა და ძალიან მომენატრება. უკვე გრძნობ როგორ მენატრება აქაურობა, როცა მივდივარ სახლში და თლად კაი შეგრძნება არ არის სიმართლე გითხრათ. მეგობრებო, დღევანდელი დღე რო შევაჯამოთ თუ შეიძლება ორი სიტყვით. ვაშკის ჯემი ძალიან გემრიელია. რო დაიღალე მარტო ეგ არის შეჯამება მეტი, ანუ კაი არაფერი მომხდა რა. სხვა დრო შევაფასოთ. კვირის ბოლოს შევაფასოთ. მე რა იყოთ ხალხო, მე არ მიძინია თუ თქვენ, ანაირად ლაპარაკობ. მე არ მიძინია მთელი ღამე და მე ვარ ყველაზე აქტიური ამაში. ბებრებში მოვხვდი რა. კაი, ხვალ შევხვდებით მოკლედ. გათენდა მეორე დღე. მე და მარიშკას გაგვეგვიძა დილით. მე 7-ზე გამეგვიძა შენ. ამასაც 7-ზე გაგვიძა და ხა
სამსმოვთ დილით. სანამ გადაგვიწევოთ. ახლა მივდივართ ჩვენ სასტუმროში. გამოვდივართ, ესე იგი. და აქ არის ჩვენი ტრიპლ რუმი. შუქიდავსიო? მაგრამ მამეთ განთებულია. გავანა. ხო, არაფერი განსაკუთრებული რა, მოკლედ ჩვეულებრივი ოთახი არის. აი ესეთი. და მოიცა საბაზანოს ჩეკიც გავაკეთოთ, მაგრამ ესეთ საბაზანოს ჩეკ. ეს ჩიქები რისთვის არის ბაზანაში? აი, მოკლედ ეს იყო ჩვენი რუმტური. მადლობთ, რომ დაგვესწრით. ეს არის ბიფანა, რომლის რეკლამაც არის ყველგან. მაკდონალდსში ხო არის, ქუჩაში არის, ტელეფონში მიგრებს, აი ყველგან რეკლამირდა და ხა მრავალი ხო გავსინჯოთ რა არის ბიფანა რა. ანუ რეკლამაში როგორ ჩანდა და რეალურად რა არის შეხედეთ. უმი ხორცი. ცუდია? მართლა? არ მოგეწონა მიკო? აუ, ჩემი კარი რა. ისე არის გარეკაემული, თითქოს აი რაღაც ძალიან მაგარი რამეა და ანუ ახლა ვარ ხიდზე, რომელიც არის ყველაზე ცნობილი და დიდი მაღალი ხიდი პორტოში და ისეთი ლამაზი ხედები იშლება ამ ხიდიდანაც ტონდება ფოკუსი რა. ისეთი კარგი ლამაზი ხედებია. სიმაღლის მეშინია ძალიან რა ზოგადად და მეშინი არ ვარ გადავარდი, ამასთან ახლოს საცკერ მივდივარ. ეხა არ ჩანს ვიდეოში, მაგრამ იმ სიმაღლეზე ვარ. ახლა უნდა გავსინჯოთ ყველაზე უფრო ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული საჭმელი პორტუგალიაში, რომელსაც ქვია ფრანცესინია. და ძალიან excited ვარ ამისთვის, იმიტომ რომ მგონია რომ მომეწონება. ეს არის, კაროჩე, ხორცი აქ შიგნით, გარედან ყველი, თავის соуში ბანაობს და ზემოდან კვერცხი. ესეც. ეს აპეტაიზერი არის უბრალოდ. This is actually Laura. Say hi to my subscribers. She's Portuguese. We met her today. And she's our guest here. How do you say French fries in Portuguese? Batatas fritas. Batatas fritas. Women have maybe more words for anxiety. Maybe Things that you like to do, having stuff that you enjoy doing. And also know about. And then if we think about, for example, income. Yeah, so now the camera is in my hands because your host is already We are lazy. going to the lunch now. Yes, we are going to eat something local. This is Eduardo. We will torture him during these 5 days. ახლა გვაქვს კულტურული საღამო, სადაც ყველამ თავის ქვეყნიდან მოიტანა ტრადიციული საჭმელები და ჩვენ მოვიტანეთ გოზინაკი, ჩურჩხელა და შებოლილი სულგუნი. ახლა დავჭერთ. Licorice. This is like the normal sweet licorice. It's named Turkish pepper, but it's not. It's Finnish. But yeah, it's very spicy. Yeah, like Spicy, like This is Like hot or sour. hot. Yeah. Italians. almonds. It's the typical biscuits, yes, with almonds. Savona biscuits. Now Iaska is going to teach me some Finnish. How to say like basic phrases like how are you in Finnish? Mitä sinulle kuuluu? That's so fucking long. Mitä sinelu kuuluu? Why is that so long? So how are Mitä you? sinulle kuuluu? Yeah, and if you want to mention like many people, it's like mitä teille kuuluu. Mitä teille kuuluu? Yeah, and if you want to say good morning, it's hyvää huomenta.
huomenta. Yes. That's And how do you say boobs in Finnish? no. You're not gonna say that, are you? Tissit. Tissit. Yeah. It's like tits. Yeah, tits. Yeah. Just like In Georgian, Zuzuebi. Zuzuebi. Yes, wow! ჩახლართობა ნა, მეგობრებო. Where განიკვანძნენ? They are putting up a show for us, see? Moitza, Yes. say hi to my subscribers. Hello. This is Moitza from Slovenia, and her name in Georgian means stop, wait. And when I tell her, she was shocked. Yes. Moitza. In Finnish, moikka means bye-bye. Oh, really? Really? Wow. Your name has so much. So many meanings. So many meanings. And none of them are name. Yeah. None of them are actually a name. That's shocking to me. Wow. So this is Nuti the Kuti. Nuti the Kuti? Yes, exactly. And you take him everywhere you go? Yes, or her? exactly. What's the gender? It's a him, yes. It's a him, okay. Nuti is a boy's name. You take everywhere you go? Yes, yes. And he's gotten some souvenirs from previous places. Oh. Lisa, can you teach me some bad words in Portuguese? Like, how is asshole in Portuguese? Asshole, cabrão. 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 Yeah. Is that correct? Yeah. Another one. Give me. Fuck. Do you want to know fuck? Yeah, fuck. Foda-se. 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 That sounds less harsh than English. And also puta. Puta is like bitch, right? Yeah. It's same in Spanish. Yeah, but it's not really. Yeah, if you call a girl puta, it's not Polite. Yeah, it's not at all. I mean, obviously. Remember how is goodbye in Georgian? Abahe. Abahe and? Abajo. Abaje and bajo. Maglova. With hand, okay? Yes, Maglova. Rogorchar in Italian. Rogorchar. Somebody's getting drunk. What, Jean? Cheers. The vlog. I took a video as well. What do you want? Hi. It's a vlog. Everybody say hi. We woke up and this is the last day of being here. Nico is asleep. And I'm going down to the breakfast now and I'm gonna use Yasif's perfume. He doesn't know he's taking a shower, so when he's gonna see this, he's gonna be back home, so he can fight me about this. Guys, our program is over and we are writing the feedbacks now. This is so sad, actually. Can you see the tear rolling down my cheeks? Now we are going to the beach because it's hot as fuck. Is it on? Yeah. So we were going back from the bar. No. It's like almost 3 a.m. No, we need to clap. And Selena came up with this genius idea that we should do the running competition. But there's a twist. Yes. I give them 3-second head start and then I'll start She's chasing them. start chasing. The one that loses is getting stabbed in the ass. In the ass. I already caught you, bitch! Ranger! Your shoes.
shoes off for fairness. She failed. She didn't catch me. She didn't catch us. You had a 3-second head start, bitch. No. Take your shoes off. And with this, our trip is over. Cheers, guys. Bye. I love you.